საღამო მშვიდობის ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე განსხვავებულ შეფასებებსა და პოზიციებს სტარვიზიის გუნდთან ერთად ქრისტინე კიკალიშვილი გაგაცნობთ ყოველ შაბათს 19 საათსა და 30 წუთზე გვიყურეთ სტარვიზიაზე და გვისმინეთ რადიო სტარ FM 93-სა და 9-ზე ასევე თვალი ადევნეთ მიმდინარე სიახლეებს სტარვიზიის ოფიციალურ ვებ პორტალზე Facebook გვერდსა და YouTube არხზე საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პროტესტისა და დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური ვითარება ორ კვირაზე მეტი აგრძელდება. ხელახალი არჩევნები, თავდამსხმელების დასჯა და დაკავებული პირების გათავისუფლება. ეს არის მოთხოვნები, რომელსაც თბილისსა და რეგიონებში მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე აჟღერებენ. აქციების პარალელურად საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით კანონპროექტებს იღებს. აქციებზე პიროტექნიკის, ლაზერული საშუალებებისა და სახის ნიღბის გამოყენება აიკრძალება. ცვლილებებს ოპოზიცია საპროტესტო მუხტის შემცირების მცდელობა დაფასებს. პარალელურად კი ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმეზე სუსმა განცხადება გაავრცელა. უმრავლესობა ოპონენტების მიერ წინასწარ გაწერილ სცენარზე, ოპოზიცია კი პროვოკაციასა და დემონსტრანტების დაშინებაზე მიუთითებს. მიმდინარე პროცესების ფონზე სალომე ზურაბიშვილი პარიზში სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებს, მათ შორის დონალდ ტრამპს შეხვდა. ემანუელ მაკრონმა და ბიძინა ევანიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს. 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხის განსახილველად შეიკრიბებიან. დასავლეთი კვლავ სანქციებზე საუბრობს. უნგრელი დიპლომატი პიტერ სიარტო კი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ვეტოს დაადებს ბრიუსელის მოთხოვნას ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. დაძაბულ, საინტერესო და მნიშვნელოვან საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურ ვითარებას გადაცემის სტუმრებთან ხალხის ძალის წევრ ანალიტიკოს დავით ქართველიშვილთან და პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს წევრ თამაზ დათუნაშვილთან ერთად განვიხილავთ. მოგესალმებით ბატონო დავით, პირველ რიგში მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობა მოწვევისათვის. ბატონო დავით, 14 დღეზე მეტია უკვე უწყვეტი პროტესტი გრძელდება და მთავარ მოთხოვნებს შორის ვხედავთ, რომ არის ახალი არჩევნების დანიშვნა, ასევე დაკავებულების გათავისუფლება. რას ფიქრობთ, სადამდე შეიძლება მივიდეს აღნიშნული პროცესები და როგორ შეიძლება რეალურად არსებული კრიზისის დასრულება? მე არ მინდა რომ ეს პროცესები მივიდეს სრულ მარაზმამდე, იმიტომ რომ აპრიორი დაყენებული მოთხოვნები არის იმდენად არალეგიტიმური და იმდენად მოწყვეტილი რეალობიდან, რაც აითვალისწინებს, საერთოდ აითვალისწინებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნებს, არჩევნებს, იმედებს ახალ ხელისუფლებასთან, ახალ მთავრობასთან დაკავშირებით. ამას ყველაფერს ადასტურებს 1,100,000 ხმა, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა ქართულმა ხალხმა მისცა. კიდევ ერთხელ მისცა ქართულ ოცნებას და კიდევ ერთხელ მისცა მას საშუალება დაეკომპლექტებინა ახალი მთავრობა. ამას ნელ-ნელა ეგუება ევროპა, ნელ-ნელა ეგუება ევრობიუროკრატია. ამის ერთ-ერთი უკანასკნელი დასტური იყო საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის ზარი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან, სადაც არანაირად არ იყო დასმული შეკითხვის დონეზეც კი, ვარაუდის დონეზეც კი ამ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, ან ვადამდელი არჩევნების საჭიროებასთან დაკავშირებით. საუბარი იყო მისი მზაობაზე მიეღო მონაწილეობა არსებული კრიზისის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში. და განმუხტვა არის ერთადერთი ის 61 დეპუტატი, რომელსაც ასევე მისცა ნდობის მანდატი მისმა ამომრჩეველმა, აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში. უნდა აიღოს ის მანდატი, სადეპუტატო შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის არან გრევაში, არამედ აღმშენებლობაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონის ზარის ძირითადი პათოსი ზუსტად აქეთკენ იყო მიმართული. მე ასევე ვაცნობიერებ იმ რთულ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელმაც ერთის მხრივ თითქოს ყველა ხიდი აიფეთქა, ყველა ხიდი დაწვა იმისთვის, რომ ღირსების შენარჩუნებით შესულიყო პარლამენტში. და ეთყობა, როგორც ჩანს, მაკრონის ზარი დაჭირდა იმისთვის, რომ ბოლო-ბოლო დათანხმდეს დასავლეთის ევროპის ამ მოწოდებას, დათანხმდეს და აი ამ კომპრომისზე, ძალიან მძიმე კომპრომისზე, მათთვის ბჭყალებში ვამბობ ამას, კომპრომისის გზით შევიდეს პარლამენტში და დამთავრდეს ეს ყველაფერი, დამთავრდეს იმით,
რასაც ხედავს უკვე ამ აქციებში მონაწილე მოაზროვნე ახალგაზრდობა. მე მინდა ხაზი გაუსვა ამას და გავყო წყალგამყოფი მათსა და რადიკალებს შორის. მოაზროვნე ახალგაზრდობა ნელ-ნელა უფიქრდება იმას, რას აპროტესტებენ. ეს არის მთავარი შეკითხვა. რას აპროტესტებენ? აპროტესტებენ იმას, რომ საქართველოს აპირებს ღირსებით შევიდეს ევროკავშირში, ამას აპროტესტებს. აპროტესტებს მთავრობის ბოლო განცხადებას იმის შესახებ, რომ ის მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვაზე წავიდეს, ოღონდ არა დეკლარაციების დონეზე, როგორც ეს აქამდე იყო, არაფრის მომცემი დეკლარაციების დონეზე, არამედ კონკრეტული მოქმედების გეგმა დაიწეროს ჩვენსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამ კონკრეტულ გეგმაში უნდა იყოს ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, ავიაფრენების აღდგენა ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის და ამას აპროტესტებენ. აი საინტერესოა, შეიძლება ამ ყველაფერს აპროტესტებდნენ კრემლში, რომელსაც ძალიანაც არ უხარია საქართველოს არც ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგება. მაგრამ როდესაც კრემლიც იგივე აპროტესტებს და რუსთაველზეც იგივეს აპროტესტებენ, შეკითხვა მარტივია, ჩელაბინსკში ჩვენ ვართ თუ ისინი არიან. აი ამას უნდა გაეცეს მკაფიო პასუხი და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოაზროვნე ახალგაზრდობა, რომელიც ფასეულია ჩვენთვის, რომლის სიცოცხლე, რომლის ენერგია, რომლის არ ვიცი, მუხტი, სამომავლო მუხტი ქვეყნისთვის აუცილებელია და შესანარჩუნებელია, რომ ისინიც კი მიხვდნენ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი აისახება ამ 14 დღიანი უწყვეტი პროტესტების, თუნდაც რაოდენობრივი თვალსაზრისით, როდესაც მხოლოდ რადიკალები, მხოლოდ რაღაცა თავგადასავლის მაძიებლები გადარჩნენ რუსთაველზე და მე მგონი ნელ-ნელა ეს პროცესი აუცილებლად მივა თავისი გადაწყვეტის ორი შესაძლო ვარიანტისგან. პირველი, რომელიც მოგახსენეთ, ხუმრობით მარაზმამდე მივლენ, ან მეორე, როდესაც მიეცემათ მათ მკაფიო გზავნილი და ბრძანება ქუჩიდან გადაინაცვლონ საკონსტიტუციო საკანონმდებლო კალაპოტში. თქვენი ერთ-ერთი Facebook პოსტის თანახმად ვციტირებ თქვენს სიტყვებს, რადიკალები სისხლის სუნზე არიან დაგეშილები. არც ორი გვამი მინდა გაუქმებია ვინმეს მათი რიგებიდან. ერთიც რომ იყოს, ამაზეც თანახმა არიან და ამისთვის ემზადებიან. რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს ამ განცხადების შინაარსი და ზოგადად რას ფიქრობთ, რისთვის ემზადება ოპოზიცია? სამწუხარო ტერმინი ორი გვამი მინდა, ხო, ეს არის სამწუხარო ტერმინი საქართველოს უახლოეს ისტორიაში და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომელი რეჟიმის დროს აღმოცენდა და ვინ არის მისი ავტორი, ხო? ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს საწყალი ნაცემი ხასუსვა ოპერატორი, რომლის სიკვდილს აქციაზე ელოდებოდნენ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ რომელიც ზედოზირებით გარდაიცვალა, მაგრამ ესეც კი იყო მცდელობა, რომ აი ეს სიკვდილის უბედური შემთხვევაც რაღაცა რიტუალური და საკრალური მსხვერპლის დონეზე აიყვანათ აი ამ რადიკალ ოპოზიციონერებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რითი დაიწყო შაბათი, გასული შაბათი დღე, როდესაც აბსოლუტურად არარსებულ ამბავზე ააგეს თავისი კიდევ ერთი მოლოდინი, ხო? მსხვერპლ შეწირვის, სისხლის, ორი ტრუპის, როდესაც ავარიაში გარდაცვლილი ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი დააბრალეს არარსებულ ამბავს, არარსებულ ნარატივს, თითქოს მან დაინახა ტელევიზიით, როგორც ცემდნენ მის არასრულწლოვან ქალიშვილს და ამან აიძულა სასწრაფოდ მისულიყო მიტინგზე და რა დროსაც მოყვა რაღაც უბედურ შემთხვევაში და გარდაიცვალა. ამან გამოიწვია თვითონ იმ გოგონას, მისი ქალიშვილის აღშფოთება, რომ გაანებეთ ჩემს ოჯახს თავი და გაანებეთ, სპეკულირებთ ადამიანების პირად ტრაგედიებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ მზაობას, ხო? ჩვენ არა მხოლოდ ვხედავთ ამ მზაობას, ჩვენ ამ მზაობას ვისმენთ. პირდაპირ ეთერში, როდესაც გამოდიან მათი წარმომადგენლები და პირდაპირ ეთერში იძახიან, კარგი იქნებოდა მსხვერპლით რომ დასრულებულიყო დღევანდელი აქცია. ჩვენ ამას ვისმენთ ფარული ჩანაწერების დონეზე, რომ კარგი იქნებოდა 1-2 მსხვერპლი, თორემ ჩვენ ამ მუხტს ვეღარ შევინარჩუნებთ. ჩვენ ხომ ბრმები არა ვართ და მყრუები არა ვართ, ჩვენ ამას ყველაფერს ვხედავთ. აქედან გამომდინარეა ზუსტად სუსის განცხადება, რომელიც მოუწოდებს და აფრთხილებს პრევენციის დონეზე მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, თვითონ ამ ახალგაზრდებს. გახდებიან აი ძალიან მავნე უზურპატორების და მანიპულატორების ხელში უბრალოდ უმწეო მსხვერპლის როლს ითამაშებენ.
ეს არის მთავარი, იმიტომ თითოეული ადამიანის სიკვდილი და ახალგაზრდა სიკვდილი ძალიან მტკივნეულია საქართველოსთვის. შეიძლება იმ ამბებთან არაფერ შუაში არ იყოს ის შემზარავი ფაქტი, როდესაც მეტრო უნივერსიტეტში ერთმა ახალგაზრდმა ადამიანმა მეორე ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ რეაქცია იმ ბოროტმოქმედის არის შემზარავი, ის იცინოდა ჩადენის შემდეგ და იცინოდა შესაძლოა იმიტომაც, რომ უკონტროლოა დღეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ახალგაზრდების უკონტროლოა მათი ეს მდგომარეობა, ნარკოტიკების გავრცელების მდგომარეობა უკონტროლოა, რომელსაც ასევე ალბათ დიდი ალბათობით ამ მიტინგებზე ქონდა ადგილი. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მომავალზე, ევროპული იქნება, ქართული იქნება, პირველ რიგში ეს მომავალი იწყება საკუთარი ჯანმრთელობის სიცოცხლის შენარჩუნებით. თუ ვიღაცას ეს არგონია, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულად ამოცანად, მაშინ საკუთარ თავსაც ნუატყუებენ და შეცდომაში ნუ შეყავთ საზოგადოებაც. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ აქტიურად ვისმენთ კრიტიკას ჰერჩინსკის მისამართით. რას ფიქრობთ ბოჭორიშვილთან მის შეხვედრაზე და ჰერჩინსკის მისამართით არსებულ კრიტიკაზე, მათ შორის ზურაბიშვილისა და ევროპარლამენტარების მხრიდან? მე მინდა პირველ რიგში დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მთავრობას იმისთვის, რომ ძალიან ღირსეული კანდიდატურა შეარჩიეს უმძიმეს სიტუაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ძალიან უმოკლეს ვადაში ქალბატონი მაკა მიიღო მონაწილეობა მალტაში მინისტერიალში, მიიღო მონაწილეობა შესაბამისად როგორც ლეგიტიმური მთავრობის ლეგიტიმურმა მინისტრმა და ამ კუთხით არანაირი შეკითხვები არ არსებობენ, ხომ? ასევე მას შეხვდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი ხერჩინსკი, რამაც გამოიწვია ხერჩინსკის გუშინდელი სიტუაციური მოკავშირეების მხრიდან მისი ბულინგის შეურაცხყოფა. მე ველოდები მოვიქ ტალღას ამ ბულინგის და შეურაცხყოფის საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მისამართით, რომელმაც ასევე გაარღვიეს მოჯადოებული უსამართლობის წრე და ძალიან საქმიანი და ძალიან საჭირო კონტაქტი, კომუნიკაცია დაამყარა იმ ადამიანთან, რომელიც არის საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი, რომელიც არის მისი საპატიო თავმჯდომარე და ამ კუთხითაც არანაირი შეკითხვები თუ რატომ დაუკავშირდა მას და არა სხვას, წესით არ უნდა არსებობდეს. მე მინდა მივესალმო იმას, რომ ევროპული ბიუროკრატების ხელში არსებული მედია საშუალებებით გამოცოცხლდნენ, გამოფხიზლდნენ და მაგალითად დღეს ევრონიუსმა ძალიან ძველი სტატია დაუთმო მაკა ბოჭორიშვილს მის წარმატებულ ვიზიტს უნგრეთში საქართველოს მთავრობის ხედვების ასახვით და ძალიან ობიექტური და ძალიან ნაყოფიერი და ძალიან კარგი იყო ის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ამ კუთხითაც გვაბულინგებენ, რომ თითქოს და ევროპული მედია ბრიუსელის იქნება თუ ვაშინგტონის, მხოლოდ უარყოფით გზავნილებით არის დაკავებული საქართველოს მიმართ და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც ეს მოჯადოებული მედია წრეც გარღვეულია. ამიტომ ყველაფერი იქნება იმაზე კარგად, ვიდრე ეს გონია ჩვენს მოწინააღმდეგებს და ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს. ბატონ დავით, დაუბრუნდეთ ისევ თქვენს Facebook პოსტებს, ერთ-ერთი სტატუსის თანახმად ამბობთ, რომ ყობახიძე, ორბანი, ტრამპი 20 იანვრის შემდეგ თავის სათქმელს იტყვის, რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელსა და მსმენელს რას გულისხმობთ და აქვე საინტერესოა, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება 20 იანვარს და საინტერესოა თქვენი მოსაზრება და მოლოდინები და განწყობები, რა განწყობები გაქვთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ტრამპთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, რისი მომტანი იქნება რეალურად მისი პრეზიდენტობა ჩვენი ქვეყნისთვის? ნუ არ არის არავისთვის ასე თქვა დასამალი და პირიქით გაღიზიანებას იწვევს ჩვენი დაუძინებელი მეგობრების მხრიდან, რომ დიახ საქართველოსთვის ევროკავშირში, ევროსაბჭოში, ზოგადად ევროპაში დღეს ასე თქვა სარკმელი და ფანჯარა და მისასვლელი კარი არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, რომელიც არც მალავს თავის დადებით დამოკიდებულებას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, ის იყო პირველი, რომელიც არჩევნების შემდეგ ეწვია საქართველოს და რა თქმა უნდა ლეგიტიმურად ცნობს ჩვენი არჩევნები და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას. ამიტომ რა თქმა უნდა ორბანი როგორც საქართველოს დიდი მეგობარი იქნება ყოველთვის ირაკლი ყობახიძის დიდი მეგობარის და მისი ძირითადი პარტნიორი და ძირითადი ასე თქვათ მიკროფონი ევროპის სივრცეში. ასევე ტრამპისთვის, რომელიც მართალია ჯერ
არ შეუდგა თავის მოვალეობების შესრულებას, მაგრამ ორბანი არაერთგზის იყო ჩასული ამერიკაში ზუსტად იგივე მისიით. დღეს ორბანი ტრამპისთვისაც წარმოადგენს იმ დახარვეზებული ევრობიუროკრატიის სივრცეში იმ რაღაც ნათელ წერტილს, რომელთანაც თანამშრომლობის და პარტნიორობის აგებით ის აპირებს ახალი დღის წესრიგი ჩამოუყალიბოს ევროკავშირს. და რა თქმა უნდა, ეს ჯაჭვი ტრამპი, ორბანი, კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატები, უნგრეთი, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რასაც აანონსებს ჩვენი მთავრობა. ეს არის გადატვირთვა ჩვენი დახარვეზებული და ჩიხში შესული ურთიერთობების. კი ბატონო და ბოლოს აქვე საინტერესოა თქვენი როგორც თანაგუნდელის მოსაზრება ყაველაშვილის პრეზიდენტობასთან დაკავშირებით. იცით რა არის ყაველაშვილზე როგორც თანაგუნდელზე, როგორც მეგობარზე საუბარი აუცილებლად გადამიყვანს სუბიექტურ ჭრილში, მაგრამ მე შემიძლია რა თქმა უნდა ობიექტურადაც შევაფასო ეს ადამიანი და უბრალოდ შევარცხვინო თითოეული ის ქართველი, რომელსაც ყაველაშვილის კანდიდატურის დაყენების ფონზე იამაყებათ ან სააკაშვილი, ან მარგველაშვილი, ან მით უმეტეს ზურაბიშვილი. აი დაუფიქრდნენ ერთს, მეორეს და მესამეს. შეადარონ ეს მესამე ყაველაშვილს და მიხვდებიან რომ აი მისი ფრჩხილის ღირსიც კი არ არის ეს შედარება. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს გადაღლილია წინა წლებში ჩატარებული აი ამ ექსპერიმენტებით, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის სრულ დაკნინებაზე იყო დაფუძნებული და საქართველოსთვის უარესის გარდა არაფერი არ მოუტანია. ყაველაშვილს თავისი ცხოვრება გაუვლია ისე, რომ ძალიან ძნელია თუ რაღაცეებს არ მოიგონებ, ძალიან ძნელია ჩრდილი მიაყენო ამ ქართველ კაცს, მის არაჩვეულებრივ ოჯახს, მის პატრიოტიზმს და მის გულანთებულობას საქართველოსთან მიმართებით და რას ველოდებით პრეზიდენტის ინსტიტუტიდან მაინტერესებს ძალიან კიდევ ერთხელ ვამბობ იმ ადამიანების, იმ არსებების ზოგიერთზეა ნათქვამი ფონზე, რომლებიც სამწუხაროდ მართავდნენ საქართველოს აი ამ ბოლო უკანასკნელი წლების განმავლობაში. მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისა და საინტერესო საუბრისთვის. დიდი მადლობა. ახლა კი გადავდივართ ჩვენი გადაცემის შემდეგ სტუმართან ძლიერი საქართველოს წევრ თამაზ დათუნაშვილთან. ბატონ თამაზ, მოგესალმებით და მადლობა რომ დრო დაგვითმეთ და მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობა, მადლობა. დავიწყოთ საუბარი მიმდინარე პროცესებითა და იმ მძიმე პოლიტიკური ფონით, რომელიც ქვეყანაშია. საინტერესოა თქვენი შეფასება. ვხედავთ, რომ ორ კვირაზე მეტი აქციები აქტიურად მიმდინარეობს. რას ფიქრობთ, აღნიშნული პროცესები სადამდე შეიძლება გაგრძელდეს და რა არის რეალურად დღეს არსებული კრიზისიდან მთავარი გამოსავალი? სახეზე გვაქვს საქართველოს მოქალაქეების დაუოკებელი მობილიზებული შეუპოვარი ბრძოლა ორი კვირის მანძილზე პარლამენტის წინ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ფორმით. საქართველოს მოქალაქეები იცავენ თავის თავისუფლებას, იცავენ თავიანთ ევროპულ არჩევანს. ეს პროცესი არის მთლიანად სახალხო, თავიდან ბოლომდე ეს მუხტი მოდის საზოგადოებიდან, ქართული საზოგადოება დაიცავს ბოლომდე თავის ევროპულ არჩევანს. მე მგონი ამ ორმა კვირამ ეს გვაჩვენა, რომ სხვანაირი გამოსავალი ამ ვითარებას არ აქვს. ან ჩვენ გადავარჩენთ ევროპულ არჩევანს, ან ეს ქვეყანა დაიღუპება და ვეღარ დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც დღეს ვართ. ამიტომ ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა მშვიდობიანად, მაგრამ ბოლომდე შეუპოვრად იდგება ეს ხალხი იქ. მანამ სანამ ამ ქვეყანაში ამ კრიზისის განკვირთვის საშუალება არ დადგება და ეს საშუალება დადგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა დაკავებულს უკანონოდ ნაწამებ ადამიანებს განთავისუფლებენ და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკების დაწყება იმაზე თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევანი. ზეწოლას ხედავთ დასავლეთიდან, მაკრონის ზარი არ იყო მეგობრული ზარი, ხო, მაკრონის ზარი არ იყო მეგობრული ზარი, საქართველოს პროცესები მიდის ჯერჯერობით იმ დინამიკით, რომ ყველაფერი მეანიშნებს, რომ წნეხი იქნება ძალიან დიდი ქართულ ოცნებაზე. საზოგადოებრივი წნეხი და საერთაშორისო წნეხით ეს ერთადერთი გზა არის, რომელთაც მოვახერხებთ და ვაიძულებთ ამ ხალხს, რომ დათმოს მიტაცებული ხელისუფლება. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, რომ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ სპექტრს შორის მოლაპარაკებები გაიმართოს?
პოლიტიკური გადაწყვეტა, მე წარმოვადგენ პოლიტიკურ კოალიციას ძლიერ საქართველოს, შესაბამისად ჩემი საქმეა რომ თქვა რომ ერთადერთი გზა კონფლიქტის გადაჭრისა, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური დიალოგი ოღონდ ერთ-ერთ თემაზე. ეს არის ახალი არჩევნები. როდის, როგორ, რა ფორმით, როგორი ადმინისტრაციის პირობებში უნდა ჩატარდეს. ეს არის ის თემა, რაზეც შეიძლება ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ შეიძლება კი რა აუცილებელია ისაუბროს, რომ შემდგომი ესკალაცია კიდე არ მოხდეს ამ პროცესების და უმართავი არ გახდეს. ამის უკან რაც არის, ამას აქვს ერთი დიდი და მნიშვნელოვანი წინაპირობა და ეს წინაპირობა არის დაუყოვნებლივ განთავისუფლება ყველა პოლიტიკურად დევნილი ადამიანის და მათზე მოგონილი საქმეების შეწყვეტა. ამ წინაპირობას შესრულების გარეშე ლაპარაკი შეუძლებელია. ეს წინაპირობა რო შესრულდება, ტყვეებს როცა განთავისუფლებენ, შემდეგ შეიძლება ლაპარაკი იმაზე თუ როგორ შეიძლება ჩატარდეს არჩევნები. კი ბატონო და საინტერესო აქვე რას ფიქრობთ კანონპროექტებზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით იღებს? ყველა ეს კანონი არის დრაკონული კანონი. კანონები, რომლებიც მიმართულია იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ მოდელის და ტიპის დემონსტრაციებზე შეზღუდოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლებები ჩვენ საზოგადოების, ესეთ კანონები არის დრაკონული კანონები, მათი მიზანია რეპრესია და მათი მიზანია მუხტის დაგდება ქუჩაში იძულებითი ჟანდარმული გზით და ეს ჟანდარმული გზები არ მუშაობს. ხელისუფლებას ცდილობს ყველანაირად თავის პროპაგანდით და ამქმედებებით აქ მიმდინარე პროცესები დაამსგავსოს 2013-14 წლებში მიმდინარე პროცესებს უკრაინაში და იქცევა როგორც იანუკოვიჩი იქცეოდა, მაგრამ როგორც უკრაინაში ის აბსოლუტურად ყველგან ასეთ დრაკონული კანონების ხვედრი არის, რომ ისინი არ სრულდება. მიმდინარე კვირის აქტუალურ თემებს შორის არის სუსის განცხადება დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით. ბატონო თამაზ, ჩვენ თითქოს მსგავსი სცენარი უკვე ნანახი გვაქვს, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან საუბარია გარკვეულ გადატრიალებაზე და დესტაბილიზაციაზე. თქვენი აზრით, რატომ? სუსის განცხადება არის სასაცილო, სუსის განცხადება არის მკითხაობა და მარჩიელობა და საქართველოში ჩვენ და სამწუხაროდ ჯერჯერობით მკითხავის ინსტიტუტი ძალიან ღრმად არის ჩაჯერილი და სუსზე ბევრად უკეთესი მკითხავები არიან და თუ საზოგადოებას მკითხაობა მოუნდება, წავა და მიმართავს მკითხავებს და არ გადაუხდის ამაში გადასახადის გადამხდელების ფულს აი ამ რაღაცა გაურკვეველ კანტორას, რომელიც მკითხაობით არის დაკავებული. და მაინც რას ფიქრობთ, რა არის სუსის მთავარი მიზანი და ამოცანა? სუსის მიზანი არის ხელისუფლების აკომპანიმენტი რუსული გეგმის შესრულებაში ამ ქვეყნის ევროპული გზიდან განახვევაში და მისი რუსეთში ჩაბარებაში იხილეთ ის შემადგენლობა, ვინც მართავს სუს, მაგალითად ჩენგელი ფიცხელაური და სხვები, რომლებიც პირდაპირ არიან კგბ-ს თანამშრომლები, კგბ-ს ოფიცრები, სუკის აგენტები, რომლებიც ეხა პორტირდნენ საქართველოს ხელისუფლებაში და აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს. გასაგებია, აქვე საინტერესოა თქვენი მოსაზრება ყაველაშვილის გაპრეზიდენტებით, როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება ჩვენი ქვეყნისთვის? სირცხვილია, რომ ესეთი გაუნათლებელი, ხეპრე, უცოდინარი, მოძალადე, უვიცი კაცი იქნება საქართველოს პრეზიდენტი და დაიკავებს იგივე პოზიციას, რაც ეკავა ზვიად გამსახურდიას, თუნდაც ედვარდ შევარდნაძეს. სირცხვილია ეს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის. გადავიდეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე და განვიხილოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსიც. მათ შორის თქვენი საუბრეთ მაკრონსა და ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე. ასევე საინტერესოა, რომ სალომე ზურაბიშვილი პარიზში სახელმწიფო ლიდერებს, მათ შორის შეხვდა სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ასევე დონალდ ტრამპს და ზელენსკის. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ჰქონდათ დისკუსია საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე. ასევე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წლების შემდეგ ისეთი სახელმწიფო როგორც საფრანგეთია კვლავ აქტიურად არის ჩართული საქართველოს ამბებში და გამოხატავს შეშფოთებას იმ კრიზისის გამო, რომელიც ახლა ჩვენს ქვეყანაშია. თქვენი აზრით, რა მთავარი გზავნილები მივიღეთ რეალურად ამ ყველაფრისგან და ზოგადად რას ფიქრობთ, დასავლეთი რა როლს შეიტანს პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში? მნიშვნელოვანი პროცესი არის ის, რაც დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა. თქვენ ნახეთ, რომ აი მედიაციას, რაც ბატონო მაკრონმა გააკეთა ტრამპსა და ზურაბიშვილს შორის, მოყვა პირველი შედეგი. მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელიც არის ფლაგმანი დღეს ევროპაში პოლიტიკის განსაზღვრის, მან გადაწყვიტა, რომ საქართველოში მედიაცია პირადად განახორციელოს. მაკრონის კალიბრი არ არის, ხა კალიბრის პოლიტიკოსი საქართველოს არ დაინტერესებულა 2008 წლის ომის შემდეგ, ასეთ რამ ამ ქვეყანაში არ მომხდარა. ჩემი აზრით ეს ამბავი შეთანხმებულია ტრამპსა და მაკრონს შორის და მგონია რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია ქართული ოცნების მიერ და მაკრონმა ამის შესახებ ესაუბრა 1 საათის მანძილზე ივანიშვილს.
საგარეშვილს. ეხლა ოფიციალურად ელისეს სასახლის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ხო, მაკრონი ამბობს, რომ დაუყოვნებლივ უნდა იქნას შეწყვეტილი დევნა, განთავისუფლებული პოლიტდევნილები და შემდეგ დაიწყოს მოლაპარაკებები. ხო, არ ვიცი, ქართულ ოცნებად თავის ინტერპრეტაციას არ აუცილებს, მაგრამ ამას ვერ დავეყრდნობით. ფაქტი ერთია, რომ საერთაშორისო წნეხი სხვა ფაზაში გადადის. კი ბატონო, უფრო მეტად რომ დავაკონკრეტოთ, რა როლი ექნება თქვენი აზრით დასავლეთს აღნიშნული კრიზისის მოგვარებაში? დასავლეთს ექნება მნიშვნელოვანი როლი ამ კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენმა 30 წლიანმა თანამშრომლობამ ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან აჩვენა, რომ ისინი ყოველთვის დგანან ქართველი ხალხის არჩევანის სადარაჯოზე და ჩვენს გვერდით, მაგრამ ის რაც მოსახდენია, ანუ ამ ქვეყნის დემოკრატიის, ჩვენ თავისუფლების და ჩვენ ევროპული გზის გადარჩენა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქმე და საქართველოს მოქალაქეები კარგად ართმევენ თავს ამ დავალებას, როდესაც ყოველ საღამოს უკვე მეორე კვირა უწყვეტად ათასობით გამოდიან რუსთაველზე და აჩვენებენ თავის პროტესტს. აქვე შევეხოთ ტრამპის პრეზიდენტობის თემას. 20 იანვარს ელოდება თითქოს როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვლება საქართველოსთვის და რა მოლოდინი გაქვთ რეალურად ტრამპის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის კუთხით? ჩვენ არ ველოდებით ინაუგურაციას, ჩვენ მუშაობთ და ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო იმ ზარით, რომელიც გუშინ გახორციელდა, იმ ვიზიტით, რომელიც ქალბატონ ზურაბიშვილს ჰქონდა, ჩვენ აფც არ ველოდებით, ჩვენ ვიცით რა, როგორ მუშაობს საერთაშორისო გეოპოლიტიკა და როგორ მუშაობს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა, რომ ის არის ბიპარტიზანული, რომ ის არ იცვლება ესე მარტივად პრეზიდენტების ცვლილებით, დამოკიდებულება არ იცვლება, ჩვენ ვიცით ტრამპის ადმინისტრაციის და მისი უმაღლეს რანგის მაღალჩინოსნების პოზიცია ამ კონფლიქტთან მიმართებაში და ტრამპი, როგორც ყველა ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი შეერთებული შტატების იქნება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის, ევროპული გზის, დემოკრატიის და თავისუფლების სადარაჯოზე ამ ქვეყანაში. ამიტომ ეს რაღაცა პროპაგანდისტული ილუზია, რომელიც ქართულ ოცნებას უნდა შექმნას, მე მგონი გუშინდელი ზარის მერე გაქარწყლდა ბოლომდე და ხო, არავინ არ ელოდება 20. ისინი თუ კიდევ ამას ელოდებიან, ამაში ეს უბრალოდ ტყუილია და მეტი არაფერი. ბატონო თამაზ, რომ გავაგრძელოთ საერთაშორისო თემის ირგვლივ საუბარი, საინტერესოა, რომ ორშაბათს 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს თემების განსახილველად კვლავ შეიკრიბებიან. როგორ ფიქრობთ თქვენ, პირველ რიგში დასავლეთმა რა უნდა გააკეთოს და რა შეიძლება მოიმოქმედოს? ვერ გეტყვით, ეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადასაწყვეტი არის. მე ცალსახად მესმის გზავნილები, რომლებიც გაწდება დღითი დღე და ის რაც ჩვენ მოვისმინეთ დღეს ოფიციალურად ელჩი ჰერჩინსკისგან, არის ის, რომ ამ კვირის მანძილზე, ერთი კვირის მანძილზე ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე რეაქციებს ევროკავშირის მხრიდან. მე ვერ შევალ ამ დეტალებში, არ ვიცი ერთ-ერთი რა ჟღერდება ეს რაღაცა სავიზო რეჟიმი, დიპლომატიური პასპორტების მქონე ადამიანებისთვის, სხვა ტიპის სანქციები, ამას ვნახავთ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი დადგება, მანამდე არ მინდა მარჩილობა. კი ბატონო და ბოლოს საინტერესოა, როგორ შეაფასებდით სიარტოს განცხადებას, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი ბრიუსელის მოთხოვნას სანქციებთან დაკავშირებით ვეტოს დაადებს. საგარეო საქმეთა მინისტრი ზუსტად ისე როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრი არის პუტინის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი უნგრეთში. ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი შავი ლაქა და ტრაგედია, რომ უნგრეთში პუტინმა მოახერხა თავისი ჰიბრიდული ომის სპეცოპერაციით მიიტაცებინა ხელისუფლება მარიონეტული ორბანის რეჟიმიდან გამომდინარე. მისი წარმომადგენლების საუბარს არავითარი გავლენა არ აქვს არავითარ პროცესზე. ეს კაცი არის საკუთარი ხალხის ტერი და ეს კაცი არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხორცმეტი, ამიტომ მათზე ლაპარაკი არ ღირს. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. სტარვიზიასა და რადიო სტარ FM-ზე თვალყურს ადევნებდით გადაცემა აქტუალურ თემას. დღევანდელი ეთერის სტუმრები, ხალხის ძალის წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი და პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს წევრი თამაზ დათუნაშვილი იყვნენ. დღევანდელი გადაცემა დასრულებულია, აქტუალური თემა კი ზუსტად ერთ კვირაში განსხვავებული თემებითა და საინტერესო სტუმრებით დაგიბრუნდებათ. დროებით.